მოლაპარაკებელი მერკვილაძე იყო. თავარი მოლაპარაკებელი არ ყოფილა. ევროკავშირის ბრიტანული და ამერიკული სანქციების ქვეშ მოქცეული ივანიშვილის რეჟიმი ფულს რუსეთში ეძებს. მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისის გამო საქართველოში დასავლელი ბიზნესმენები ბიზნესის საკეთებლად აღარ შემოდიან და არც ფული შემოაქვთ, პრორუსი ოლიგარქისთვის ხსნა სანქცირებული რუსული ბიზნესი და რუსული ფულია. ეს არის 2025 წლის 28 იანვარს დაფუძნებული ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაციის წესდება. აქ პირდაპირ წერია, რომ მათი მიზანი საქართველოთი რუსი ბიზნესმენების დაინტერესებაა. ასოციაციამ მზადაა გააჩინოს სამართლებრივი შესაძლებლობა არსებულ გამოწვევაში კაპიტალის და სერვისების ტრანსფორმაციის. ასოციაცია შეასრულებს პლატფორმის ფუნქციას. ერთის მხრივ წარმოაჩინოს საქართველოს ბიზნეს ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები და მეორეს მხრივ გამოკვეთოს დაინტერესება რუსეთის ბიზნეს წრეებში. საპროტესტო აქციების პიკში, როდესაც დარბეული და ნაწამები მომიტინგეები ისევ ევროპული კურსის მხარდასაჭერად ქუჩაში იდგნენ, სასტუმრო შერატონში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები შეიკრიბნენ და ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაცია დააფუძნეს. ორგანიზაციას, რომლის მიზანია რუსი ბიზნესმენების დარწმუნება, რომ საქართველოში ფული ჩადონ, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი და რუსეთის მოქალაქე მარად შაიდაევი ხელმძღვანელობენ. რადგანაც მთავრობა ვერ ახერხებს მათ დახმარებას, ჩვენი საშუალებებით ავეხმარებით მათ, რომ შეუქმნათ ნორმალური სავაჭრო პირობები როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ვისთან გქონდათ მოსკოვში მოლაპარაკებები? ყველა გაერთიანდა, ყველა ის ბიზნესმენი გაერთიანდა, რომელიც ამ თემით დაინტერესებულია და ყველა თავის პირადი კავშირებით ეს უბრალოდ მოხდა კონსოლიდაცია. ხალხის ერთმანეთს დაეხმარა. როგორ დაუკავშირეთ? მოსკოვთან არ აბა როგორ უნდა აწარმოოთ გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები რუსულ ბაზარზე? რეალობაში რა უნდა გააკეთოთ? მე გითხარით, მომიწევთ გადაცემაში, ვცლად ვისაუბრებ. ბატონო ირაკლი შაბათის ეთერის ინფორმაციით, ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასარიდებლად ირაკლი კობახიძემ მოსკოვში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მამუკა მერკულაძეს ისეთი რუსი ინვესტორების მოძიება დაავალა, ვინც საქართველოში ფულს შემოიტანდა. პოლიტიკური სკანდალის თავიდან ასაცილებლად კი ბიზნეს საბჭოს შექმნა გადაწყვიტა. თითქოს ამას ბიზნესი აკეთებდა და მთავრობა არაფერ შუაშია. თუმცა საქართველოში რუსული ფულის შემოტანის საიდუმლო ოპერაცია მაინც გაიშიფრა. ეს არის ხელისუფლების განაცხადი, რომ უკვე მჭიდრო კავშირში არიან რუსეთთან იმ სანქციების შემდეგ, რომელიც ევროკავშირმა დააწესა და ამერიკის რეალობაში ეს ქართული ოცნების განაცხადია თქვენი სახელით, ბატონო გიორგი. თქვენ მელას რაც ესიზმებოდა, ისე უნდა ხო გამოთქვარო. ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელისთვის მოსკოვში ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნული მამუკა მერკულაძე უცხო არ არის. გიორგი მუსხელიშვილი და მამუკა მერკულაძე ერთად ფლობენ კომპანია გეოჩაის. როგორც ჩანს, მოსკოვში გაგზავნილმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ქართული ეკონომიკის რუსული ფულის ტყვეობაში მოქცევის საიდუმლო ოპერაცია საქართველოში მისთვის სანდო კადრს ჩააბარა. თავარი მომლაპარაკებელი მერკვილაძე იყო რუსეთთან და აქ ლევან დავითაშვილი და პერტაია ეს კავშირები იყო? არა, მერკვილაძე არ ყოფილა თქვენი თავარი კავშირი თავარი მომლაპარაკებელი არ ყოფილა. მომლაპარაკებელი იყო მთავარი არა? არა, საერთოდ არ ყოფილა მომლაპარაკებელი. აბა საქართველოს რუსეთის ასოციაცია. მას როგორ შეუძლია მომლაპარაკების გარეშე როგორ დააფუძნეთ? იქნება რუსები საერთოდ არ გეხმარებიან და ან ჩვენ გვაქვს ბიზნესმენებთან ურთიერთობა, გესმის? ჩვენ ხო არ გვაქვს თავრობასთან ურთიერთობა. ჭიქაში ქარიშხალს ტეხავთ. ჭიქაში ქარიშხალს. ბოლო კითხავთ, თქვენ მე მითხარით კარგად დადებთ. ქარიშხლის გარეშე როგორ ეხმარებით ბაზარზე? ნუ მიზიანებთ მანქანას. არა, არ მინდა გამოჩნდეს, დავტარდეთ. დასავლური სანქციების ფონზე რუსეთიდან ფულის შემოსატანად შექმნილი ორგანიზაციის წევრებს შორის არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, ბიზნეს პარტნიორი ბახტანგ კარიჭაშვილი და საპატრულო პოლიციის სანქცირებული შეფის, ბაჟა სირაძის ძმის პარტნიორი, რუსი ბიზნესმენი მარად შაიდაევიც.
ჩაიდაევის შემთხვევით მოხდა მამუკა მერკვილაძეს რა კავშირი ქონდა ეს ასოციაცია ისე დააფუძნეთ რომ არც რუსეთის ხელისუფლებასთან არ გქონიათ კომუნიკაცია და არც ქართულ ოცნებასთან გეუბნებით არ ყოფილა გეუბნებით გადაჭრით ეს რეალობაში ქართული ოცნების განაცხადი მჭიდრო ურთიერთობებზე არ არის არ იცი რომ ამ ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკას უჭერ მხარს რომ არ იყოს აქ ომი და უბედურება და შიმშიში არა რუსეთი რა შუაში კავშირთან ურთიერთობები გაცნეს არა ნუ თქვენ ახლა უკვე ძალიან ფართო იმაში გადადიხართ რა და მოდი რა ვიწრო შეკითხეთ როგორ დაეხმარება შეიძლება რომ წავიდე მე სამსახურში მაგვიერთო რომლებსაც პრობლემები აქვთ რუსულ ბაზარზე თქო და მაგაზეც არ მიპასუხათ და ვისი სახელით ელაპარაკებიან რუს ბიზნესმენებს რომ საქართველოში ფული ჩადონ. მუსხელიშვილი მამუკა მერკვილაძის ბიზნეს პარტნიორია. მერკვილაძე კობახიძის მიერ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნული პირი. მოსკოვიდან საქართველოში ფულის შემოტანაზე უნდა ილაპარაკოს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე ლავრენტი ანჩაბაძემაც. ანჩაბაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის გიორგი პერტაიას ბიზნეს პარტნიორია. რა კავშირი გაქვთ ამ ბიზნეს ასოციაციასთან? არანაირი კავშირი გაქვთ. აი თქვენ რაც გაქვთ ამოღებული ეს მონაცემები რო განაახლოთ კარგად, ამ კომპანიაში მე აღარ მონაწილეობ საერთოდ ქისტონთან კავშირი არ აქვს. ამ კომპანიასთან სხვა მონაწილე არ არსებობს და ისე დატოვეთ რომ რეესტრში არა, ხელშეკრულება მოწერილი არის ყოჩოლებრივად და იმაში რეესტრში საერთოდ გაყიდეთ ბატონო გიორგი? გამოვედი მთლიანად ყველა წილებიდან. კიდევ ერთხელ საკითხებით ანჩაბაძეებთან ერთად ბატონო გიორგი. მაგნეტის წილი მქონდა. ისა რა ქვია, ქარხანა გვაქვს რუსთავში ქონდა, მაქედანაც გამოვედი, რა ქონდა, დეველოპმენტი და მოცვის მოყვანა. როდის დავტოვეო კომპანიები რა მითხარით? რამდენი კვირა? ანუ ბიზნეს ასოციაციის დაფუძნების პერიოდში მიიღეთ გადაწყვეტილება. არა, კავშირი არ აქვს. ეს ინტერვიუ გიორგი პერტაიასთან ჩვენ 29 იანვარს ჩავწერეთ. ამ დროს ის ანჩაბაძესთან ერთად ფლობდა კომპანია Keystone Powers და Keystone Agros. ლავრენტი ანჩაბაძე მისი კომპანიების დირექტორია. თემურ ანჩაბაძე კი კომპანიების მეწილე. ინტერვიუში პერტაია გვიმტკიცებდა, რომ ქართულ-რუსულ ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლთან ბიზნეს კავშირი აღარ ჰქონდა, თუმცა დოკუმენტები მათ საერთო ბიზნესს ადასტურებს. პერტაიამ კავშირების კვალის წასაშლელად ბიზნესის წილი ამ ინტერვიუს ჩაწერიდან 2 კვირაში 12 თებერვალს გადააფორმა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა დიდი ბიზნესი ანჩაბაძეს $2000 მიჰყიდა. იცოდით რომ საქართველოს რუსეთის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი უნდა ყოფილიყო. თქვენს ბიზნეს პარტნიორს თქვენთვის არ უთქვამს რომ ამას აპირებდა? ჩემ დროს საერთოდ არის არც გამიგე. არა, ეცამით მოსვეთ როცა ლაპარაკ ეს ხო ესე არ ხდება რომ ერთ დღეში უცებ ხელი მოვაწერე და რაღაცა ეს დიდი ხანი ერთი წელია პროცესი მიდის რომ ჩვენ ვიშლებით ან მე გამოვდივარ ამ კომპანიიდან. საერთოდ ამასთან კავშირი არანაირი. ერთი წელია ანჩაბაძესთან არ გიკონტაქტია, ამას მეუბნები. არ კონტაქტია რა შუაშია. ადამიანი რომელიც მოდიხართ სამსახურიდან წარმოიდგინეთ. იმის მენეჯმენტს დაუწყებთ რაღაცას ლაპარაკს თუ თქვენი ხო არ გიგებთ. გავლით არ დაალაგდა ეს თემები ბატონო გიორგი. როგორ უნდა დაალაგებული ხო? კავშირები. არანაირი კავშირი არ აქვს. გას ლაპარაკს. გიორგი პერტაია ბიზნესისთვის საჭირო კაცია. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, რომელიც სახელმწიფო უწყება ბიზნესს, უპრობლემოდ მუშაობისთვის ყველაზე მეტად სჭირდება. ის უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მის ხელშია საექსპორტო და იმპორტირებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმებაც. იყო თუ არა ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ქართული ოცნებისთვის მაშველი რგოლი. ამ კითხვამ პერტაია წყობიდან გამოიყვანა. თქვენი გავლით შეთავდა ქართულ ოცნებასთან. როგორ უნდა დაალაგებულიყო? არა ვარ მე კომპანიაში, ვინმე შემეკითხებოდა, მითხარით კომპანია სადაც აღარა ვარ. აი რაღაც აბსურდს იძახით რა. თქვენ არიყავით შუამავალი რგოლი ქართულ ოცნებასთან. ლევან დავითაშვილთან და როგორ უნდა ყოფილიყო? როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ და ძალიან ჩვეულებრივად, მარტივად, ბატონო გიორგი. თქვენი ლაპარაკეთ ამ მონოლოგში გააგრძელეთ. მონოლოგში რატომ დავაგრძელოთ? როდის წამოხვედით? რიცხვი გემახსოვრება თუ კი ერთი თქვენ დაულაგეთ რუსეთისთვის ეს განაცხადი იყო რომ მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდით.
ახალი ორგანიზაციის წესდებაში, რომელმაც საქართველოში რუსული ბიზნესის შემოსვლა უნდა წაახალისოს, პირდაპირ წერია, რომ მათი საქმე იქნება ლობიზმი და სამართლებრივი ფანჯრის შექმნა. ასოციაციის დამფუძნებლები ღიად ამბობენ, რომ იმ ბიზნესმენების ლობირებას მოახდენენ, რომლებიც მათ მიერ შექმნილ რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას შეუერთდებიან. რუსეთს საქართველოს შორის ვაჭრობის სამართლებრივი პროცედურების გამარტივება კერძო სექტორს არ შეუძლია. ამის ბერკეტი მხოლოდ კრემლს და ოფიციალურ თბილისს აქვს. გასცა თუ არა რუსული კაპიტალის საქართველოში შემოტანის შემთხვევაში პროცედურების გამარტივების გარანტიები ივანიშვილმა. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე ამ კითხვის დასმისთანავე გარბის. გამარჯობა. მეც ხო გთხოვეთ ბატონო ზაზა, რამდენი ხანია ერთი წამით ხარ გაიქცეთ, რამდენიმე კითხვა გვაქვს. როგორ უნდა აწარმოოთ გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები რუსულ ბაზარზე? მარტივი კითხვები გვაქვს ბატონო ზაზა, რას ემსახურება რუსეთის საქართველოს ასოციაცია? ყველაფერი ასე რომ გარბიხარ. გვაინტერესებს თბილისში ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაცია, რომ მთავრობებს შორის შეთანხმების შედეგად შეიქმნა. ეს მოსკოვში რუსეთს საქართველოს ბიზნეს საბჭოზე, რუსეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებამაც დაადასტურა. ვლადიმერ პუტინის სანდო კაცმა პირდაპირ თქვა, რომ კრემლის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით დაინტერესებულია. რუსეთს საქართველოს ბიზნეს საბჭოს პირველი სხდომა თბილისში ასოციაციის დაფუძნებიდან ერთ კვირაში ჩატარდა. ევროპული და ამერიკული სანქციების შემდეგ, რომ რუსეთი მთავრობისთვის მთავარი პარტნიორია, ამას არც ქართული ოცნება მალავს. სავაჭრო ნაწილში ჩავთვალოთ, რომ მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სპეციფიური პარტნიორი, ბევრი შეზღუდვიდან გამომდინარე და პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე. ჩვენ იცით, რომ გვაქვს წითელი ხაზები პოლიტიკურ ნაწილში, მაგრამ გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ამიტომ ეს არის რეალობა, რომელსაც ვითვალისწინებთ. აქედან გამომდინარე, ასეთი ასოციაციების თუ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემებზე იმუშავებენ და პრობლემატიკაზე და ამის მოგვარებაზე, რა თქმა უნდა, ეს კარგია. ეს განცხადება ლევან დავითაშვილმა ქართულ-რუსული ბიზნეს საბჭოს დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. ივანიშვილის ვიცე-პრემიერის პოზიცია რუსულმა მედიამ მაშინვე აიტაცა. როგორ თქვა საქართველოს პრემიერმა, რომ რუსეთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. იმ დროს, როდესაც სანქციების გამო საქართველო ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს და ფულს კარგავს, რუსეთში ინტეგრირებული ბიზნესმენები საქართველოში კიდევ უფრო მეტად იკიდებენ ფეხს. ეს სასტუმრო უზნაძის ქუჩაზე მამუკა მერკვილაძის საკუთრება. რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ქონება 6 მილიონ ლარად შეიძინა. ეს შეიძინეს ერთი თვის უკან თუ რაღაც არ ვიცი. დიდი ხანია რაც განახლდა ეს მშენებლობა, თუ რაც იყიდეს მას შემდეგ? ერთი ორი კვირაა. რაც შეიძინა ახალმა მფლობელმა მას შემდეგ? თქვენთვის არ უთქვათ, რომ მფლობელი შეიცვალა? ითხრეს, მაგრამ მე არ ვიცი ვინა და რა არის, არ ვიცი. რა ეტაპზეა ახლა? ახლა ბლოკი კეთდება. სასტუმრო აღარ იქნებაო? აბა რა იქნება? არ ვიცი რა იქნება, სასტუმრო რო არ იქნება, ზუსტად. ანუ შეცვალა გადაწყვეტილება ახალმა მფლობელმა? საქართველოში რუსული ფულის შემოსატანად საგანგებოდ შექმნილ ქართულ-რუსულ ბიზნეს ასოციაციას 7 დამფუძნებელი ჰყავს. ბიზნესმენები რუსული პასპორტით და დიდი ხნის კავშირებით რუსეთსა და ქართული ოცნების მთავრობებთან.